გოგოებო, შოკში ვარ, შეიძლება ერთი წუთი დაგელაპარაკოთ? დიანა, რა მოხდა? ახლა ახალი შეყვარებულების მესიჯები უნდა წავიკითხოთ, თუ ვივარჯიშებთ. მასკოტ, ერთი წამი, გოგოებო, ეს ნახეთ, სმაილი მარტო ხელა აღარ არის, უყურეთ, ლაივში არის გასული. მოდით, ამას შეხედეთ. მეგობრებო, ვერ დაიჯერებთ, დღეს მთელი დღე ჩემი შეყვარებულისთვის საჩუქრების ყიდვაში დავხარჯე. $100,000. სმაილი ძალიან გულუხვია. ხო, სმაილ, შენში ამას ძალიან ვაფასებ. ვაუ! 100,000 საჩუქრებში? იქნებ იტყუება. არა მგონია ამდენი ხალხის წინ ლაივში მოიტყუოს. ისე ნეტა როგორი გოგო ყავს, რომელსაც ასეთი მაგარი საჩუქრები მოსწონს. ხო, სმაილ, გამარჯობა, ლუზერებმა მითხრეს, რომ მეძახდი. სმაილ, დაუჩქარე, ბიჭები გველდებიან, ხო? ხო, მე დაგიძახე, ხვდები რატომაც. გადაწყვიტე, რომ მეც მაჩვენო, რა საჩუქარი უყიდე შენს ახალ შეყვარებულს, ხო, ვიცით უკვე ვნახეთ შენს ლაივში. და ისე როგორი საქციელია ყველას რომ მეუბნები, ხო, მიყვარს ტრაბახი და ყველაფრის შოუსთვის გაკეთება. მით უმეტეს, როცა ასეთი საჩუქარი მაქვს. ხო, ძალიან კარგ საჩუქრებს ყიდულობ შენს ახალ შეყვარებულს. დიანა, ეს შენ გინდოდა, ის არის. ხო, კნოპა, ვიცი, ნერვებზე მეთამაშება. ხო, დიანა, მართალი ხარ, გადავწყვეტე მეთამაშა, მაგრამ ის გოგოსთვის საუკეთესო სამკაულია და შენ საუკეთესო გოგო ხარ. ამიტომ მინდა რომ ეს სამკაული მოგცე. ღმერთო ჩემო, სმაილ, არ ხუმრობ, ეს მართლა ჩემთვის არის? დიანა, მარკუსი გეოლდება გასახდელში. აბა დიანა, გაიგეთებ. სმაილ, არ შემიძლია. ჯობდა მანქანა გეყიდა. მაპატია. მაინც არა იყო, ნეტა მანქანა მეყიდა.